ავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ ამ ფაქტს. სამხედრო უწყებაში საგანგებო ბრიფინგიც გაიმართა, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ნინო სამყურაშვილი დაესწრო. ნინო, რა ინფორმაცია ვრცელდება, ვინაა დაღუპული და რა მოხდა ავღანეთში? კაპრალი გიორგი ავალიანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, ის ნაღმზე აფეთქდა. გიორგი ავალიანი მსახურობდა ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში აისაფის სამხედრო მისიაში და ის ასევე ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 ბატალიონში. გიორგი ავალიანთან ერთად აფეთქების დროს დაიჭრა ორი სამხედრო, ესენი არიან კაპრალები ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე. ისინი ამ დროისათვის კურნალობის კურსს გადიან სამხედრო ჰოსპიტალში და სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ გიორგი ავალიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში იმყოფებოდა ავღანეთში და დავალების შესრულების დროს აფეთქდა ნაღმზე. ნაღმის აფეთქების შედეგად დაჭრილია კიდევ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ისინი გადაყვანილი არიან ჰოსპიტალში და მათ სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. ავღანეთის სამხედრო მისიაში მსახურობს 850 ქართველი სამხედრო, აქედან 100 არის ფრანგული სარდლობის, ხოლო 759 ქართველი ჯარისკაცი ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში.